საქართველოსთან მიმართებაში გეთანხმები, რომ ჩინეთს მათ შორის საქართველოს ხა როგორც ჩან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისევ მეორე პროექტს უბრალოდ არავინ არ იცის ჩინეთის მართველი ელიტების გარდა, მაგრამ საქართველოს აინტერესებს იმ კონტექსტში ამდენად ის იქნება ტრანზიტული გზა, ისევ და ისევ ევროპასთან და ისევ დასავლეთთან პირველში. ანაკლის პორტის იდეა ხო საბოლოო ჯამში ეგ არის და ეგ ფუნქციებს დაკარგა საქართველოს. მაშინ ჩინეთისთვისაც ნაკლებ საინტერესო გახდება ეს რეგიონი რა. და იგივე ითქვის თქვა ევროკავშირის გამოსახედიდან რო შეხედოთ, მათთვისაც ეს არის გზა გასავალი, აი ეს რაღაცა შუა კორიდორების გავს რაღაცებს რო ახსენებენ ხოლმე. ხშირად კი ეს არის რეალურად, ანუ არის სპეციფიკური, კონკრეტული სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ აი ეს სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირად ცენტრში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შემოქმედების ამ მიმართულებით გულისხმობ რა. თუ საქართველოში არ იქნა დემოკრატიული დღის წესრიგი, მაგის ალტერნატივას როგორღაც გამონახავს ევროკავშირი და ჩვენ ევროკავშირის გარდა სხვა ალტერნატივას ვერ გამოვნახავთ. ამიტომ ჩვენ უფრო გვჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირი გვჭირდებით ჩვენ და ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიაცროთ.